ბათუმში დევნილთა ახალი დასახლება გაიხსნა. თამარის უბანში გათავსებულ 22 კორპუსში 3000 დევნილი შესახლდება. 608 ბინა ევროსტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. ყველა მათგანში შეყვანილია ბუნებრივი აირი, დამონტაჟებულია წყლისა და გაზის გამათბობლები და გაზქურები. მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად მოწყობილია ინფრასტრუქტურა, სპორტული სტადიონები, საბავშვო მოედნები და ეზოები. ახალი ბინები იძულებით გადაადგილებულებს საკუთრებაში გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასახლების მშენებლობისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 36 მილიონი ლარი გამოყო. დევნილებს დღეს ტვირთის გადატანაში ქვეყნის პრეზიდენტი ეხმარებოდა. მიხეილ სააკაშვილი პირადად მართავდა იმ ავტობუსს, რომლითაც ახალმოსახლეებმა ნივთები ბათუმის საცხოვრებელ კომპლექსში გადაიტანეს. ბათუმში თამარისის დასახლებას ახალი უბანი შეემატა. აფხაზეთიდან დევნილებმა დღეს ახალმოსახლეობა თანამედროვე ევროსტანდარტებით გარემონტებულ ბინებში აღნიშნეს. თანამედროვე ტიპის 5-სართულიანი კორპუსები თამარისის დასახლებაში 7 თვეში აშენდა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე მიტოვებული ქარხნის ნანგრევები იყო, უკვე დღეს 22 კორპუსისგან დაპროექტებული ახალი დასახლებაა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ჩასახლდებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილ მოეწყო ინფრასტრუქტურა, გარე განათებები, ახალი გზა, აშენდა საბავშვო სტადიონი და მოედნები. აი ამ ადგილას იყო ნანგრევები, ეს იყო ნანგრევები ბენზესი, ქარხნის და დღეს აიხედავთ, რომ ბათუმს ულამაზესი უბანი შეეძინა, უბანი, რომელშიც არის 22 5-სართულიანი კორპუსი და მნიშვნელოვანია ყველა ეს კორპუსი ააშენა ქართულმა კომპანიებმა უმაღლესი ხარისხია, ნამდვილად კაი ხარისხია, ყველა კომუნიკაცია თავიდან ბოლომდე გამოსვლი. სოხუმიდან დევნილი ციური ქავთარაძე და მისი 5-სულიანი ოჯახი ერთ-ერთია, ვინც 3 ოთახიანი ბინა ახალ საცხოვრებელ კომპლექსში მიიღო. ამ დრომდე ქავთარაძეების მრავალსულიანი ოჯახი ნაქირავებ ერთ ოთახში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. დევნილ ქალბატონს დღეს თავად პრეზიდენტი ესტუმრა და ახალ ბინაში გადასვლასა და პირადი ნივთების გადატანაშიც თავად დაეხმარა. რამდენი წელია ბოლოს რაც აქ ხართ? 8 წელი ხართ ამერთ ოთახში. და სათავსოები აქვს? კი, მართლაც 8 და სინესტე და ეს ნაცების სახლია? შეფარებულები ხართ. რა ქვია? გამონახოთ ახალი სახლი შენ. კი, ეს ჩემი მეუღლე მონაწილეობდა, ომის მონაწილე იყო და 98-ში გალის ამბები რო იქნა მეორე გალის დარბევა, აი ისში გარდაიცვალა. პირდაპირ ცხოვრობდით. საცა ფრონტის ხაზი იყო მდინარე გუმისთან. მოხვდით ბათუმში უკვე სოხუმი რო დაეცა. რაც ჩამოვედი ბათუმში, 5 წელი ვიცხოვრე მარტო დასთან. დანარჩენი სუქირით ცხოვრობდით და ვიხდით ქირას 150 ლარის ფარგლებში მახლა. ახლა რასაკეთებთ აქ ახალმუშა? ახლა ავერში მუშაობ, ფარმაცევტად. ხო, მაგის ხმობიდან რომ უბრალოდ ბათუმში მართლა ამ წლებში გაჩნდება სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და რა მომოთ? მიხეილ სააკაშვილი დღეს დევნილებს ნივთების გადატანაში თავად ეხმარებოდა. პრეზიდენტი თავად მიუჯდა იმ ავტობუსის საჭეს, რომლითაც დევნილები ახალ საცხოვრებელ კომპლექსში გადაიყვანეს. ბათუმისკენ მიმავალ გზაზე პრეზიდენტი დევნილებს გაესაუბრა და სამომავლო პროექტები გააცნო. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაგარი ხდებოდა გაგვეხვია მარცხნივ სოხუმისკენ. მაგრამ ჯერჯერობით მოვესწრებით. მე ვფიქრობ ძალიან მალე მოვესწრებით. რიჯინაზე მაინც დავხვდებით ჩვენ სახლებში. მაგრამ ჯერჯერობით სადაც უკეთეს ადგილზე წაგიყოთ ბათუმში. ნამდვილად უკეთესი არის, ნამდვილად. ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ამდენი წლის განმავლობაში რომ ასე გაწვალებულები. პრეზიდენტი. მენი ვაშკაცობის და დიდხანს იყავით საქართველოს სათავეში. ჩვენ ეხლა რომ ჩვენ გახარებული ვართ, ისე გახარებული ყოფილიყავით ყოველთვის ყველანი და მთელი საქართველო. აქ ეხა წყალი გრაფიკით არის ჯერჯერობით? არა, გრაფიკით არ აქვს წყალი. წყალი სულ არის, კი. კი.ემოცაკლებს მეგორი შოა. კი, არის. სახლებში ყველგან არის წყალი, მუდმივად აგვაქვს ეხლა, კი. ეთთება გზები, აი ეს გზა ეხლა ჩვენ რომ მივდივართ, ახალი გაკეთებულია სხვადასხვა გზები. საშინელი გზა იყო. ბათუმში ნამყოფი ვარ ბათუმის პრეზიდენტო, მაშინდელი ბათუმი და ახლანდელი ბათუმი, ესე იგი რაღაც სასწაული დიდი განსხვავებაა. აი დარწმუნებული ვარ, როცა დავბრუნდებით აფხაზეთში, ამაზე 10 ჯერ უფრო მაგარ გავაკეთე. ეს არის
ბათუმში რაც ხდება გენერალური რეპეტიცია იმისა რაც უნდა გაგეცაფხა ეს ჩემ ცხოვრს ასე იყო. იმიტომ რომ და მე ვფიქრობ ამას ხედავენ სხვა შორის თვითონ ვინც დარჩა აფხაზში ის ხალხი ჩვენი მოქალაქეებიც, იმიტომ რომ წარმოუდგენელია იმხელა კონტრასტია უკვე რომ ესე წარმოიდგინეთ რა ხდება რა რომ ბათუმში იყო ყოველთვის კულნაგლები ტურისტი ვიდრე იყო სოხუმში. ეხლა სოხუმში დადიან რაც სუსტი ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ რუსი სამხედროები უფასო ტურისტები მაგათ რომელიც იქით აქტიურ ხალხს ყველაფერს კიდე და ეს ბათუმში ასლანის ის დროს დადიოდა 50-60,000 შარშან იყო 1,400,000 და წელსვლელით 2 მილიონი ჩამოსულდა ამ შენობას. ესე იგი ეს ნიშნავს იმას რომ ძალიან ბევრი სამუშაო ჩნდება ხალხისთვის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩამოდის წელს ჩამოვა 10-ჯერ მეტი ხალხი ვიდრე არის მაცხოვრებელი. ეს ნიშნავს რომ ეს ხო ფულია ყველაფერი ნაწილდება მოსახლეობა ქალაქის ისდება. ჩემი ვარაუდით სადღაც აქ იქნება ასე 300,000 კაცი მინიმუმ მაქსიმუმ 60 წელიწადში თავის იმის მიხედვით ამ ხელა ფაქტური შენდება ეს დამო 1,5 მილიონი შენდება უფრო 1,5 მილიონი უკვე შენდება და 1,5 მილიონი გაცემული ნებართვა ეხა იწყება შენობა. ეს არის ორჯერ მეტი ვიდრე ეხა 2 წლის წინანდელი მონაცემი ყო კიევში რა შენდება რომელიც არის 4 მილიონიანი ქალაქი. პრეზიდენტს მიმყავართ ბებიკო შეხედე პრეზიდენტს მიმყავართ ახალ სახლში. ხო, ავტობუსი ამოხშირად ხარ სიარულები. რა თქმა უნდა, პედაგოგები მაინც ძალიან დიდი შეღავათი გვაქვს აი ამ ავტობუსზე. კი, და სულ ამით მგზავრობთ და ეხლა გიგუნა შენგერისა და პრეზიდენტს მიყავხარ სახლში ბებო ამ ავტობუსში. მე იმდენი ხარია უცნებობდი აქ. არ ვიცოდი სპეციალურად თქვენ ოჯახს თუ შეხვდებით, მაგრამ იმდენი ხანი უნდა ამ გზაზე თქვენი გატარება ვერ წარმოვიდგენთ. მაგრამ კიდე რა თქმა უნდა კიდევ ყველაზე მეტად მინდა იმ გზაზე თქვენი გატარება. ცოტათი პროექტი წავიდეთ. სოხუმისკენ არა? ეს არის დროები მე მინდა ვესმოდით რომ ეს არის თქვენი, მაგრამ ეს არის მაინც დროები, იმიტომ რომ თქვენ აუცილებლად ყველანი როგორი სახლებიც არ უნდა გქონდეს, როგორი ბინების, როგორი ყველაფერიც ჩვენი სამშობლო არის. აი სახლები გამოსვლა, ხო? აი სახლები გამოსვლა. 14 სულიანი ოჯახი ჩამოვიყვანა წყალბადო ბოდობრეზე. და რა ლამაზი შესასვლელია. აი პარლები რო გაიხსნება. ძალაბათი სუპარმარკეტები გაგდით და ზემოთ ნახეთ თები ადგას მიდამე. სულის და ხაერის წარმოგვიდგება. და სახლებიც ლამაზია ძალიან. სხვა შორის ეს ყველაზე უკეთესია გამოგვიყვება. ქალაქში ახლა სამთოსი ცოტა ფერია, მაგრამ აქ მეორე აი ბებო მოვედით ბებიკო ჩვენ სახლებში. აუ მესამე შეხება. ბებო მოვედით. ახალ საცხოვრებელ კომპლექსში დღეს სულ 3,000 ადამიანი შესახლდა. მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების წევრები მათ ნივთების დაბინავებაშიც პირადად დაეხმარნენ. საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოხუმიდან დევნილი ხავთარაძეების, გოგოლაძეების და მუშკუდიანების ოჯახის პირველი სტუმარიც იყო. აი ამ ფილოსოფი არ ვიცი ამას მოუხდებს ეს. კოორდინაცია. აი მაღალი ევროპული კლასია რა. ხოცა. ძალიან. ელენე არ მომადეს. აი ეს არის შემდეგი მის საქართველოს. ნახე რა პრინციპია ბავშვებს. სიუწე, ჰაერი, კომფორტი არ ვიცი ყველაფერი. სალდობო შემდეგ ხონდა. სოხუმში. რა კაი? რა სილამაზია ბატონო პრეზიდენტო. ხედით რა. სიზმარში გონია თავი რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს არის რაღაცა დასავლეთ ევროპაში გავს უკვე რა. თვითონ კვარტალი როგორც მოწყობილია ბორდურები, სიმწვანე, საბავშვოების მოთამაშოები და ყველაფრის დანახმასთან. თქვენ წყალტუბოში, ხო? დიახ. ესე რომელ სანატორიში იყავით? სანატორი მეგობრობაში. ეხლა მეგობრობაც ცარიელდება, ივერია ხო დაცარიელდება. ეხლა შახტიორი დღეს მაგარი ამბავი გავიგე, როგორც კი გავიდნენ დევნილები, ზაფხულს ჩაღვაბარებენ საერთაშორისო კლასის მაღალ სასწავლებლებს. ესე წყალტუბო არის ისეთი პოტენციალის ქართული კურორტი, რომ აი ყველაფერს აღემატებოდა ყველა დროში. და ეს არის ასევე წყალტუბოს ახალი სიცოცხლე რაც ხდება რა. ამ ხალხის ახალი სიცოცხლე, იმიტომ მართლა გადმოდიან ასე წარმოუდგენლად გზით და წყალტუბოშიც
წყალტუბო რომ დაიწყებს საღორძინებას, აი აღარ გააჩინებს. ეხლა ისევ ის სანატორიუმი ყველა ეკვლევა თავის მფლობელები და ყველა უნდა გადავიყვანოთ და იქაც ავამუშავოთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია წყალტუბოში მართლა ვინც დარჩა წყალტუბოში უნდა იყოს 100%-იანი დასაქმების ქალაქი ულაპარაკოთ. ხალხი დაგჭირდება, ქუთაისიდან დაგჭირდება ხალხი, სხვა ადგილები და იმდენი სანატორიუმი და ისეთი მაგარი ადგილია ის. ვინც შევასახოთ ახლა შენებულ წყალტუბოში ფაქტობრივად ყველა დასაქმება ამ გამოთავისუფლებული ბათუმში ხო აგერ ლევანია, ბათუმში სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი რჩება. ბათუმში ეხლა იმდენი გაშევა შემდეგ წლებში არ დასაქმება იქნება ძნელი. ყველას ექნება საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს წარმოუდგენელი და ფანტასტიკის მერე იყო ბატონ პრეზიდენტო, ჩემთვისაც მე რო დამნიშნეთ, აი მე ამას მაშინ ვერ წარმოუდგენდი რომ მას მეახწევდით. მაშინ ვიდა ხო კარფანჯარი გავიმოტოთ, ხა რა თქმა უნდა ვინც კომპენსაციის ნაწილი ყველა კომპენსაციას იღებს. მე რა მეგოჩი შეიძლება ვიღაც არ მოწონდეს, რომ არ მოწონდეს, მაგრამ კომპენსაციას იღებს ხალხი და ნაწილი იღებს ბინებს. და ეს არის ჩვენი პრინციპი, რომ არავინ არ დარჩეს მიხედვის გარეშე. ხა ყოველთვის იქნება პრეტენზიები. ყოველთვის. აქ არ მგონია რომ პრეტენზიები იყოს, აქ მეც სიამოვნებით გადმოვიდნენ, მაგრამ ყოველთვის ეს პროცესი ასეთია. ზოგს 2 ოთახიანი და ზოგს 3 ოთახიანი და ზოგს კომპენსაცია ეს ყოველთვის იქნება. მაგრამ თავარია ჩვენ სახელმწიფოს არავინ არ მიუტოვებია და ჩვენ გავახორციელებთ მართლა ვახორციელებთ ყველა წარმატებულ დევნილთა პროგრამას ალბათ სოფლიოში ყოველგვარ ეს არ არის ტრაბახი და ეს ჩემი სიტყვები არ არის ამას ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია ლობის მედი ნაგოსარაფერია ფანტასტიკის სფერო რეალობა ერთ ორ და სამოთახიანი ბინები დღეს დევნილებს თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული დახვდათ. ყველა ბინაში კეთილმოწყობილია სველი წერტილები, შეყვანილია ბუნებრივი აირი, დამონტაჟებულია გაზქურა, წყლისა და გაზის გამათბობლები. 19 წელიწადია ქირით რომ ცხოვრობდა, აი ეს სილამაზეში შემოვედი, მე სიზმარში მგონია თავი და არ მჯერას დაზე ეს სიხარული ჩემ გულში რაც ტრიალობს, თვლი რომ ეს პრეზიდენტმა ხალხისთვის, აი ჩვენი ტოლილი ხალხისთვის გააკეთა სასწაული. ჩემ ბედნიერებას, ჩემ სიხარულს საზღვარი ნამდვილად არ აქვს. რაც კი ამდენი ხანი შეჭივრებულები ვიყავით, გვიჭირდა რა თქმა უნდა ფართი არ ქონდა რაბი, აი ახლა ამ ხელა ფართის პატრონები ნამდვილად ბედნიერი ვართ. არ შეიძლება რომ ასეთი საჩუქრის მერე არ იყოს ადამიანი ბედნიერი. 22-ვე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია საოფისე ფართები, სადაც ამ ხანაგობებს საშუალება ექნებათ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და დასაქმდნენ. რამაც მოგწევს და ეს 22 კორპუსში ბატონო პრეზიდენტო, ყველა სადარბაზოში არის ესეთი 42 85 კვადრატულიანი მაღაზია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ამ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს. ესე შემოსავლით წყარო ექნება თავის. დასაქმდნენ მინიმუმ ლეო, რაღაც ქარხნები ხდება, ხო? ბატონ პრეზიდენტო, ზუსტად 2-3 თვეში გაიხსნება ორი საწარმო, ერთი რომელიც ტექსტილია, ერთი რომელიც დაასაქმებს 1200 კაცს და მეორე არის ძაფის ქარხანა, რომელსაც 300 კაცი იქნება. პლუს ამას იგეგმება ყოფილი პატრონებაიციანო, ყოფილი ბიტმარშის ქარხანა იყო. მანდი იგეგმება დიდი სავაჭრო ცენტრის გაშენება, სადაც მინიმუმ 1000 კაცი დასაქმდება. ერთი სიტყვით, ეს ხალხი მე გვერდებით ვინ ჩასახდება. ჯერ ერთის რომ საუკეთესო ულამაზესი რაიონი გაჩნდა ბათუმში და ემატა თამარის დასახლებას, მაგრამ ეს ხალხი მართლაც დასაქმდება. და ეს იყო ყველაზე ცუდი კვარტალი საბჭოთა დროს, ყველაზე საიზღარი სახლები აშენეს აქ. ეს არის განსხვავება რუსეთის ქვეშ ყოფნა შორის და იმას შორისაც აქ თავისუფალი ქვეყანა. ნახე როგორ აშენეს, როგორ აუშენეს. აი ეს არის კონტრასტი. ის ძველი ხალხიც უნდა გაუმჯობესოთ პირობები, გზები უკეთდება, აქ წყალი კეთდება ყველგან. ბათუმშიც არის ეს დასაქმება, მაგრამ ეს ხალხი არ ყოფა იმდენი სამუშაო გაჩნდება. აქ აი ეს რასაც ახსენს ლევანი, ეხლა ქობულეთში რო გავხსენეთ, ქობულეთში შემოვიდა ესა თქვია. ხო იყო თავიდან ლოტო, ეხლა შემოვიდა Nike, ხო? და შემოდის Adidas და Nike. აქ რომელი ფილმები ჩამოდის? აქ იქნება Adidas. Adidas ახლა თამარის დასახლებაში იქნება Adidas. ესე ცხოვრობენ მაგარ სახლებში და იმუშავებენ, ვისაც მონდება Adidas ქარხანაში. ბათუმის ცენტრში. და ვისაც არ მონდება, ივაჭრებს, იმიტომ რომ ეს წლები ძალიან ბევრი ადამიანი ვაჭრობით დაკაებული, ამიტომ ეს იციან რა. იციან და ბათუმს როგორც არასდროს ჭირდება ეს კომერციის დედაქალაქი ასევე ძალიან ბევრი და ამათი ნიჭი ამაში გამორიდება და პლუს წყალტუბოში გამოგვითავისუფლა სასტუმრო, სადაც არ ჩნდება სასწაული ზაფხულში. და წყალტუბო გახდება 2-3 წელიწადში მართლა ჩამოიტევს მარაკეში. მე ყოველთვის ვადარებ მარაკეში, და ძალიან გავს რელიეფით, კლიმატით და ნახეთ ვარ ჩამოიტევს. ყველაფერი რამდენიმე კაი საქმე გექნება ეს რო 22 კორპუსის მშენებლობაზე 3 ქართული კომპანია 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. მშენებლობებზე დასაქმებული იყო 2000 ადგილობრივი. სამუშაოები მიდოდა 8 თვის განმავლობაში. სამუშაო დასაქმებული იყო დაახლოებით 2000-დან ზემოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სპეციალისტები გვჭირდება.
ევროსტანდარტების შესაბამის კორპუსებში ბინებით დღეს დევნილთა ის ნაწილი დააკმაყოფილეს, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში უკიდურესად რთულ პირობებში ან ნაქირავე ბინებში ცხოვრობდნენ. ახალ დასახლებაში დღეს რამდენიმე უკმაყოფილო დევნილიც მევიდა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაცია $7,000 ბინის სანაცვლოდ ერთხელ უკვე მიიღეს, თუმცა ახლად აშენებულ კორპუსში ცხოვრება უნდათ. რაც ვითხოვდა ჩვენ გვინდა რომ შესაფარი რომ თავი რაღაცა რო ქონდეს. ჩვენ გაჭირებულ ხარს, ყველას გვიჭირს. არც ერთი გახარებული არ დგას. ერთხელ აიღეთო კომპენსაციაო ეს. ერთხელ ავიღეთ, გასაგებია $7,000, მაგრამ $7,000 დროს სიტყვაზე რო ვთქვით, 6 წლის განმავლობაში ჩვენ გადავიხდით მაგას. ჩვენი თხოვნა არის ერთი, მთავრობას მიმართებაში, რომ ჩაგვსვა ჩვენ იმ სტრატეგიულ გეგმაში, რომელსაც ქვია 2009-12 წლის სტრატეგიულ გეგმაში. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უკმაყოფილო დევნილებს განუმარტა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფომ ის ნაკადი დააკმაყოფილა, ვისაც დევნილობის დღიდან არანაირი კომპენსაცია არ მეუღია, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით სამომავლოდ მათი საკითხის განიხილება. სახელმწიფო ერთხელ უკვე დაეხმარა ამ ადამიანებს და გადასცა ფულადი კომპენსაცია. ამ გადმოსახედიდან შეიძლება რა თქმა უნდა მათ ურჩევნიათ, რომ ახლა ბინა მიიღონ, თუმცა სახელმწიფო ერთხელ უკვე დაეხმარა. ამ ეტაპზე კმაყოფილდებიან ის დევნილები, რომელსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. თამარისის ახალ დასახლებაში დღეს ახალ მოსახლეობა აფხაზეთიდან დევნილების სულ 608 ოჯახმა იზეიმა.